ბატონო ბიძინა, დილამშვიდობის, რატო იყო მამა თქვენი ნასამართლები, რა მსჯავრი მოიტანა? საიდან მოიტანეთ? არ იყო ნასამართლები? საიდან მოიტანა, მიმზადებით. ტელეპირული შაბათს ეთერი ვართ. რა საქმეზე იყო ნასამართლები მამა თქვენი? რა სისულელეს მოლაპარაკე? ეს ბიძინა ჟამერაშვილია, პოლიციელი, რომლის ჩვენებითაც ჯერ 21 წლის მათე დავიძე ციხეში 4 წლითა და 6 თვით გაუშვეს. გამოხვედი, სრულჩვენება მიეცი სასამართლოს ხტობაზე. შეუდამ შეცრულა. შემდეგ კი ქალს, რომელმაც პოლიციელი ჟამერაშვილი მათე დავიძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებისათვის დაწყევლა, ჟამერაშვილმა უჩივლა და ისიც დააჭერინა. შეხა ჭორიკანა, რას ქვია, შენ გამუსიარა და გეგუნდა იცოდეს თელმა საქართველოს. შეუდამუსო შენ, ამოწყდი. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, როგორ იყენებს ქართული ოცნება პოლიციელებს სინდისის პატიმრების საქმეებში და სანაცვლოდ რას აძლევს ამ პოლიციელებს. ჩვენ მოვიპოვეთ მოწმეების ინტერვიუები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის მამის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის საქმის მოწმეებზე ზეწოლას თავად პოლიციელი ახდენდა და ამისთვის მის სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებდა. თქვენ ხო იყავით დაზარალებული რამდენიმე წლის წინ, რომ ქურდობა იყო? არა. რომელი სახლებიდან გაიტანეს მაცივრები, გასქურები და ტექნიკა? მე მგონი პირველი რო შემოუხვევ. დიახ. რო ამოხვედი, აგურის სახლს რო შევუხვევ ეგრევე იქით. ეს სოფელ ასურეთის აგარაკებია. თბილისიდან 39 კილომეტრში ბიძინა ჟამერაშვილის მამამ 2 აგარაკი გაქურდა და მოპარული ტექნიკის ნაწილი გაყიდა. დანარჩენი კი დაალომბარდა. ასურეთის ზედა აგარაკებზე ყველას კარგად ახსოვს 2020 წლის 5 და 6 თებერვალი, როდესაც თბილისიდან ჩამოსულმა ქურდებმა სახლებიდან გაიტანეს ყველაფერი, რაც კი ღირებული იყო, მაცივრების და გასქურების ჩათვლით. ესენი ადგილობრივები იყვნენ თუ ვინ იყვნენ უცხოეთ ადამიანები? თბილისიდან ჩამოვიდნენ? იცოდნენ რომ აქ ხალხი არ იყო და მაგით ჩამოვიდნენ? არ გასტროლებზე არიან. სოფელ ასურეთში გუყვებიან, რომ ქურდობის სერია აგარაკებზე წინასწარ მომზადებული იყო. არსებობდა ეგრეთ წოდებული ნაკოლი, რომ იმ დროს სახლების მფლობელები ადგილზე არ იქნებოდნენ. პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის მამამ დრო კარგად შეარჩია და სახლებიდან ისეთი ნივთები მოიპარა, რომელიც ხალხის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ასურეთის აგარაკებიდან წაიღეს ყველაფერი ანტიკვარული შანდლებიდან დაწყებული ნახმარი გასქურებით დამთავრებული. წაიღეს მაჩივარი, გასქურა, შანდლები, რები წაიღეს, მუსიკალური ცენტრი, ლომბარდში წაიღეს მაგეთ რაღაც ავლაბარში, მერე ესენი ხომ მივიდნენ იმას გაყვლენ ჩვენ კამერებს. ბრები უკვე ჩაბარებული ხონდა აღარ დააბრუნდეს. ბიძინა ჟამერაშვილის მამის შემუშავებული სერიული ძარცვის სქემა ვერ გაიშიფრებოდა, რომ არა თვითმხილველი, რომელმაც აგარაკებზე უცნაურად მოძრავი პრიუსის მარკის ავტომობილი შეამჩნია, რომელიც 2 დღის განმავლობაში ფაქტიურად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და სახლებს ვერავდა. ადგილობრივებმა პოლიციაში დარეკეს. კოდის რაიონულმა განყოფილებამ კი ჭკვიანი კამერების გაშიფვრის შემდეგ დაადგინა, რომ ასურეთის ზემო აგარაკებიდან გატანილი ნივთები ქურდმა სამკორში ბაზრობაზე წაიღო. ამის შემდეგ დააკავეს ბიძინა ჟამერაშვილის მამა და მისი თანამძრახველი თეიმურაზ მერაბიშვილი ქურდობის 177 მუხლით. საჩობავი ის იყო რა, ტაქსი. ეს ტაქსაობდა ერთი-ორჯერ შვილი ჩამოაყვავინა აქ იმაში, სამოფოში. დაავალდებულა მე რომ საყოველთაოდ დახმარებოდა მოპარვაში რა. ჟამერაშვილმა? ო. ანუ ჟამერაშვილი იყო ინიციატორი გამოდის ქურდობის. კი, ჟამერაშვილი იყო და მაგიშვილი მუშაობდა პოლიციაში. დაზარალებული შაბათის ეთერს უყვება, რომ პოლიციელის ბიძინა ჟამერაშვილის მამამ არა მხოლოდ გაქურდა მათი სახლები, არამედ ამ დანაშაულში სხვაც ჩართო. მას შემდეგ, რაც ორივე დააკავეს ასპარეზზე, სწორედ პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი გამოჩნდა, რომელიც დაზარალებულების მტკიცებით მათ მამის წინააღმდეგ პოლიციიდან საჩივრის გამოტანას თხოვდა. მესაც ახლა ვიღაცას ხელსადებს მაგის. მათე დავიძეს. ხო, განაცვალე, შეცოდნია რა ხდება. ეგ არის ეგ ჟამერაშვილი არის, მე ხვდებოდა ეგ შვილი. ეგ ბაბაჩვილი გამოუშვა თუ არსად არ მეჩერებენ რომ გებულობენ ჩემ საქმესაო, ის არის 4 სამსახური გამოიცვალე მაგდებენ რაღაცებსაო.
ეგ მაიმუნიკაცია გათახსირებული. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის მამას, რომელსაც მრავალი წლით პატიმრობა ემუქრებოდა, საბოლოოდ საპროცესო გარიგება გაუფორმეს. დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების პირობით. ბიძინა მისმა შვილმა როგორ დაალაგა ეს ყველაფერი, გამაგებინეთ რა, პოლიციაში მუშაობს დღემდე, დაწინაურდა მაღალჩინოსანი და მაშინაც პოლიციაში მუშაობდა. მიშველეო, აბიჭმა. ბიძინამ გითხრათ? ბიძინა ქვია ჟამერაშვილს. გადაგიხდი ზარალსა, ხო, და რამდენი გადაგიხადო და რა უნდა მეთქვა გესის მაგალითად. ისე შემეწოდა, ისე შეგვასწოდა თავი. საპროცესო გარიგების შემდეგ პოლიციელის მამამ თავისუფლება მიიღო. ის ახლა ბაქსვუდის კერძო სკოლაშია დასაქმებული. ჩვენ მას ვკითხეთ, რომ არა მისი შვილის ჩარევა და დაზარალებულებთან საქმის დალაგების მცდელობა გაუფორმებდნენ თუ არა საპროცესო გარიგებას. ბატონო გიორგი, რაზე იყავით ნასამართლები რომ გითხრათ? რაზე ვიყავი და ტაქსაობდი მე იანდექსში და მოპარული ჯართი გადავატანენ და არ მითხრეს და ისინი გაიქცნენ, დავჭი მე. საპროცესო როგორ გაგიფორმდათ რა პირობები? აღიარებითი ჩვენებით. ბიძინა ჟამერაშვილის მამა შაბათის ეთერს უდასტურებს, რომ ის ქურდობის ფაქტზე დააგავეს. თუმცა ამტკიცებს, რომ სერიული ძარცვის საქმე მისი დაგეგმილი არ იყო. ვისთან ერთად ჩაიდინეთ დანაშაული? მეგობარი იყო რა, ქვისლი. სპეციალურად წახვედით აგარაკების გასაძარცვად? არა. აბა რა მოხდა? ой, ახლა ეს სხვა რამეა. ლომბარდში რატო ჩააბარეთ ეს ამდენი გასქურა და მაცივარი? მე არ ჩამბარებია, ნუ რა მიშოვა. თქვენმა მეგობარმა ჩააბარა? და აგარაკებზე როგორ მოხდით თქვენ მეგობართან ერთად მიზან მიმართულად წახვედით გასაძარცვად? არა. აბა რა მოხდა? მიმართულად არ არსებობს. რატო გაყრავით აგარაკებზე? ახლა ყველაფერს ხო არ იტყვია რა. უნდა თქვათ. ეს დამთავრებული თემა უკვე მესამე წელია და მე ეს დავიწყებული. პოლიციელის მამა ახლა ცდილობს ჩვენ ტყუილი გვითხრას, რომ აგარაკების სერიული ძარცვა არა მისი დაგეგმილი, არამედ სხვა პირების მოფიქრებული და შესრულებული იყო. თუმცა შაბათის ეთერმა იპოვა გიორგი ჟამერაშვილთან ერთად დაკავებული თენგიზ მერაბიშვილი, რომელიც ხელს პოლიციელის მამას ადებს. თქვენ იცოდით, სადაც მიდიოდით, რა საქმეზე მიდიოდით? არა. მაგრამ მითხრა ჯართია მოსაძებნია. ხო. და სახლების გატეხვა რო დაიწყო? მომიყვა თეგა და ვილაპარაკებ მაგასთან ერთად ყველაფერი. მე მაგითვნე რაც გამოვიდა ციხიდან, მე მაგითვნე არც შევხვედრილი ვარ და არც დავლაპარაკებული ვარ და არც ვაფიქრებ მაგაითან ლაპარაკობ. და რანაირად გამოვიდა ციხიდან? საპროცესოზე ბიძინა დაეხმარა? აზი არა ვარ. თენგიზ მერაბიშვილი ამბობს, რომ ასურეთის ზემო აგარაკებზე, სადაც სიცოცხლეში პირველად იყო, გიორგი ჟამერაშვილმა მოტყუებით წაიყვანა. მერაბიშვილი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ჟამერაშვილი ჯართის მოსაგროვებლად არ იყო, როდესაც პოლიციელის მამამ დამსვენებლების სახლების ქურდობა დაიწყო. რო ნახეთ, რომ სახლი გატეხა და შევიდა, მაშინ რა უთხარით? მე უთხარი წამიყვანე მეთქე უკან. დიახ. და მაგან ათქვა, რომ მანქანისამა გადასახდელიო, წინა დღის იყო ეგ ნამყოფი 300 ლარის და 400 ლარისა. ემეტანა და კიდე ექონა გადასახდელი. და ვერ წაიყვანა უკარო ჩავიდე, მე ვეღარ ამოვალო, რომ მანქანის ვალი მეეშორებინა. ამ ინტერვიუთი დგინდება, რომ პოლიციელის მამამ არა მხოლოდ ქურდობა ჩაიდინა, არამედ სხვებსაც აიძულა გამხდარიყვნენ დანაშაულის თანამონაწილეები. მასთან ერთად დაკავებული პირი გვიდასტურებს, რომ პოლიციელის მამას გაძარცვული სახლები წინასწარ ჰქონდა მონიშნული. დაკავების შემდეგ კი პოლიციელის მამამ ხელი იმ პირს დაადო, რომელიც დანაშაულის ადგილიდან გიორგი ჟამერაშვილს გაყვანას თხოვდა. მეორე დღე დაიჭირეს მე მესამე დღეს. ანუ თვითონ თქვენი სახელი და გვარი დაასახელა? სულ ყველაფერი. თქვენ გაბრალებდათ? სულ ყველაფერი. მე მეუნე რატო არ ეთქვილო წინა დღეს თვითონ ერთად ვიყავი. თუ არა მე არ ყოფილა წინა დღეს. ანუ თავად ჟამერაშვილმა დაიწყო ეწოლა თქვენზე? ეგრე იყო. ზუსტად ეგრე იყო. მაიყო და დავადგე. ბრალი უნდა აკეღოთ თქვენ საკუთარ თავზე? არა, ვითომ წინა დღესით ერთად ვიყავით. ეგეც უნდა თქვა. რატო არ ეთქვი რა სამონთხებიშე გიჟიფსოლელი ხო არა ხარ ანუ. ეგ მასეთი ნაბიჯვარია. ვარგისია. შაბათის ეთერმა ჩაწერა ადამიანები, რომლებსაც მამის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების შეცვლას პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილის თხოვდა. დაკავების ფაქტი ჩვენ თავად ჟამერაშვილის მამამაც დაგვიდასტურა. თუმცა თავად პოლიციელი კამერის წინ გვატყუებს და ამბობს, რომ მამა ქურდობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებული არასდროს ყოფილა და არც საპროცესო გარიგება გაუფორმებიათ. როგორ გააფორმა საპროცესო თეთრი წყაროს სასამართლოში?
საიდან მოიტანეთ ეგ ინფორმაცია? გეკითხებით ბატონო ბიძინა, გვიდასტურებთ იმას, რომ მამა თქვენი დასამართლებელი იყო? საიდან მოიტანეთ? მამა თქვენმა არ გაძარცვა? ასურეთში აგარაკები? არა, სხვა გეშლება. თეთრი წყაროში აგარაკები არ მე გეშლებათ რა. ბიძინა ჟამერაშვილმა ახლა არ იცის, რომ რამდენიმე წუთის წინ შაბათის ეთერთან ინტერვიუში პოლიციელის მამამ მის მიერ ჩადენილი კრიმინალური შემთხვევა თავად აღიარა. ის რაც მამამ თავად აღიარა, შვილი საგულდაგულოდ მალავს. Სულ ინფორმაცია. მე გწყით, რომ მე რა მწყით? რა შუაში, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებით თქვენ მატყუებთ ხა და მე რას გატყუებთ გეუბნებით, რომ ეგრე არის ხა და თქვენ რა მოიტანეთ? თქვენ ყოველთვის გადაუმოწმებთ. თქვენ ყოველთვის ერთი წამი. არავის არაფერი დაუდასტურებია. არავის არაფერი დაუდასტურებია. რამდენი მოიხადა მშავრი მამა თქვენმა საჯარო ახსულების დაწესებულებაში? ერთი წამი. თანამძრახველი ვიყავდა ამ საქმეში და რატომ დაალომბარდა ტექნიკა მაცივრების და გაზღურების სახით ავლაბრის ლომბარდში ბატონო ბიძინა ანაზღაურა თუ არა მამა თქვენმა და ერთი წამი ზიანი ერთი წამი შეიძლება ხო? კი ბატონო შეიძლება ჩემ გარაგინეთ მაგ საქმეს რა საქმეზე და საჯელს მამა თქვენი მე მაგ ფაქტს არ ვადასტურებდა თქვენ საიდან რა მოიტანეთ არ ვიცი მამა თქვენ დაულაგეთ საქმე მე არავის არაფერი დამელაგებია არა კანონი ყოველთვის თანასწორია მამისთვისაც შვილისთვისაც და რა როლი ქონდა ბიძინა ჟამერაშვილს მამის საქმის ჩაფარცხვაში? დეტალების გასარკვევად თეთრი წყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილებაში მივდივართ. სწორედ პოლიციის ამ განყოფილებამ დააკავა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ბიძინა ჟამერაშვილის მამა და ნივთი მტკიცებები ეგრეთ წოდებული ბარახლოვკიდან ამოიღო გასქურებისა და მაცივრების სახით. ადგილზე განყოფილების უფროს კობა სუთიაშვილს ვკითხულობთ. არ არის ბატონო კობა? გასულებს. რამდენი ხანში იქნება? არის საბუთი რო დაუკავშირდეთ. ეს ხო არ არის რომ ძინა, ხო არ გავაყურებთ. ძინავს ადამიანს და ბატონო კობა ხო არ არის. მოდი ნახე რა. ბატონო კობა რო გაიყვიძოთ. ამოწევა ბატონო კობა. როგორ ხართ? თავად ევა პირველიდან ბატონო კობა როგორ პოლიციის რაიონული განყოფილების საათზე ჩანს, რომ 4:20 წუთია. რიგითმა თანამშრომელმა ჯერ იცრუა, რომ პოლიციის უფროსი გასული იყო. მოგვიანებით ჩვენის კაბინეტში დავინახეთ, რა დროსაც კობა სუთიაშვილს ეძინა. ასურეთის აგარაკების ხურდობაზე მაგ რაღაცა კითხვა და იქნებ იცოდეთ პასუხი. კი. რამდენი ხანი ისო? ხო რა. ჟურნალისტური გამოძიება. კობა სუთიაშვილმა გაიღვიძა და კაბინეტიდან დაიწყო ძველი საქმის გახსენება. გამომძიებელმა დაუდასტურა, რომ ქურდის შვილი პოლიციის თანამშრომელი იყო. ამიტომ ჩვენ პოლიციის მაღალჩინოსანს ამ საქმეში ბიძინა ჟამერაშვილის გავლენებზე ვეკითხებით. მამა იყო ქურდობაში ერთმიტანი და ბრალდებული. 9 წლის ნაცვლად საპროცესო გაუფრთხილდა მას და როგორ მოხდა ეს ამბავი? ბიძინა ჟამერაშვილმა დააშინა თვითონ დაზარალებულები? არ ვიცი მე არ მუშაობდი მაშინ, რა გითხრა. ბიძინა ჟამერაშვილი ხო იცით თქვენი თანამშრომელია, მაშინაც მოქმედი იყო ეს პიროვნება. მის მამას ეხება საქმე. გახურდა აგარაკები, არსებობდა უამრავი დაზარალებული საქმეში. როგორ დაავალდა საპროცესო ჟამერაშვილმა დააშინა ზეწოლა მოახდინა ამ თვითმხილველებზე, დაზარალებულებზე, ყველა პირზე. ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. პოლიციის უფროსმა შაბათის ეთერის ოპერატორი კაბინეტიდან გააძევა. კარის შიგნიდან გასაღებზე დაკედა და თავისუფლება უკანონოდ აღგვიკვეთა. ბატონო კობა, მომიყევით ეს როგორ აშინებენ თქვენი თანამშრომლები. ბატონო კობა, გამიღეთ კარი. ვინ შემოგვიშვა? ვაიმე, ბაბუნა! გამიღეთ კარი. ისა გავუშვია ეს გამიღეთ კარი. ბატონო კობა, ეხლა გამიღეთ კარი, ეხლა ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებ. ამის შემდეგ თეთრი წყაროს რაიონული სამმართველოს ასურეთის განყოფილების უფროსმა შაბათის ეთერზე ძალადობას სცადა. დახურული კარის მიღმაც გარკვევით ისმის, როგორც ცდილობს ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის წართმევას. მიკროფონი ვერ წაგვართვა, თუმცა მობილური ტელეფონი ხელიდან გამოგვლიჯა. გარეთ მყოფ რიგიც უბრძანა, რომ შენობიდან შაბათის ეთერის ოპერატორიც გაეყვანათ. ტელეფონი მომეთით, ბატონო კობა! ჩამკეტეთ ოთახში,
პოლიციის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ახლა მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ატარებს. მის წინააღმდეგ ჩვენ არაერთი მტკიცებულება გვაქვს. განზრახვა ჰქონდათ ჩემზე ძალადობის. ბიძინა ჟამერაშვილის მამა საპროცესო გარიგება თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ გაუფორმა. ჩვენ მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილს ვკითხეთ, რა გარემოებებზე დაყრდნობით იშუამდგომლა პროკურატურამ საპროცესო გარიგების დროს. ბატონო ბადრი გამარჯობა. მოახდინა ბიძინა ჟამერაშვილმა მოწმეებზე ზეწოლა, როგორ გაუფორმეთ მამამის საპროცესო? მოგვიანებით ჩვენთან სალაპარაკოდ თეთრიწყაროს სასამართლოს მენეჯერი თამას ხილაძე გამოუშვა და დააბარა, რომ იმ თემაზე, რაზეც მას შაბათის ეთერი დაუკავშირდა, კომენტარის გაკეთება არ სურდა. მან გაუფორმა საპროცესო გიორგი ჟამერაშვილს, იგივე ბიძინა ჟამერაშვილის მამას, ვინც კურდობით იყო ბრალდებული 7 წელი ამუქრებოდა საჯარო აღსრულების დაწესებულებაში. ნუ გაეტარებინა 7 წელი და როგორ გაფორმდა საპროცესო თუ არა ბიძინა ჟამერაშვილის შარევა? ქალბატონო და მე გადავეცი, რომ ჟურნალისტები ელოდებიან, თქვენ ელოდებით, მაგრამ არ სურს ინტერვიუს ჩაწერა ან კითხვებზე პასუხის გაცემა. ქურდობა სისხლის სამართლის დანაშაულია და მოქმედი კანონმდებლობით 177 მუხლი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი სახიაშვილი მაშინ საქმის ზედამხედველი პროკურორი იყო. ამბობს, რომ საქმე საპროცესომდე მხოლოდ დაზარალებულების გადაწყვეტილებით მივიდოდა. ადამიანი 7 წელი ამუქრებოდა პატიმრობა და საპროცესო როგორ გაუფორმეს? ბიძინა ჟამერაშვილმა მიიღო ამ აღონიზებებში მონაწილეობა? დაზარალებული თუ წინააღმდეგი იქნებოდა საბუთო შეთანხმებას არ გაუფორმებთ არც შემთხვევაში. და მაგას გეუბნებით დაზარალებულები გამოკითხეთ თქვენ ზეწოლა მოახდინა თუ არა პოლიციელმა ბიძინა ჟამერაშვილმა? გავდივართ ყოველთვის ყველა საქმეზე დაზარალებულთან გავდივართ აუცილებლად კონსულტაციას მანამ სანამ საპროცესო შეთანხმებას გავაფორმებთ. გიორგი ჟამერაშვილის ინტერესებს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო იურიდიული დახმარების ადვოკატი იცავდა. ნიკა გუჯაბიძე საქმეში მხოლოდ მაშინ ჩაერთო, როდესაც ბიძინა ჟამერაშვილის მამას საპროცესო შეთანხმება უფორმდებოდა. ადვოკატის მტკიცებით, ბიძინა ჟამერაშვილის მამას ბრალი ქურდობის მუხლზე 2 ეპიზოდად ჰქონდა წარდგენილი. ქურდობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი 2 ეპიზოდად. ქურდობის სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილით თავისუფლ პუნქტებით და მესამე ნაწილი ჰქონდა კიდევ წარდგენილი. აღნიშნულ საქმეზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ნახეთ გამოიტანა ტაქსის მძღოლმა და როგორ გააჩუმა გიორგი ჟამერაშვილის ვაჟმა ბიძინა ჟამერაშვილმა დაზარალებულებს. შეგიძლიათ ამეცნა? მაგაზე მე რა უნდა გითხრათ, ეხლა ვინ გააჩუმა დაზარალებულთან, რა ვიცი, გვარდება თავად. ბიძინა ჟამერაშვილმა დაზარალებულები ისე გააჩუმა და საქმეც ისე ჩაფარცხა, რომ ამ დრომდე არ გახმაურებულიყო. ფაქტს, რომელსაც მათე დევიძის საქმის მთავარი მოწმე, ამ დრომდე სიცრუეს უწოდებს და საგულდაგულოდ მალავს დღის შუქზე. შაბათის ეთერმა გამოიტანა.